მოგესალმებით ნიმატაროს არხზე, ნიმატაროს არხის გამომწერებო. დღეს მინდა ესეთი დაგვიანებული თემა შემოგთავაზოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენთვის სარგებლის მომტანი იქნება. ეს არის კვირის ენერგია. 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით. მოდი გავაკეთოთ ორი ვარიანტი, მგონია რომ უფრო მეტი ვარიანტი არ გვჭირდება. გავაკეთოთ ორი ვარიანტი და ჩაიფიქრეთ რომელიმე. ვინც უკვე ჩაიფიქრა, მოდი ახლა ჩემო ძვირფასებო პირველი ვარიანტით დავიწყოთ და გავიგოთ კვირის ენერგია 20-დან 24 მაისის ჩათვლით. ხება პირველ ვარიანტს ჩვენ გვაქვს ჯოხების პაჟი და გვეუბნება ჯოხების პაჟიც, ანუ გვიმტკიცებს მთვარის ენერგიასთან ერთად, რომ ეს კვირა არის ძალიან ცოცხალი, მოტივაციური, ახალი იდეებით და ახალი ესეთი სავსე ენერგიით მზად არის, რომ კვირის ენერგიიდან გამომდინარე ახალი დასაწყისი, ახალი შთაგონება, სურვილი, რომ რაღაცა სხვა გააკეთოთ. შეიძლება რაღაც მოულოდნელი ახალი კომუნიკაცია გქონდეთ, ან ძველი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად. ერთადერთი ანუ აქ რაც უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ პაჟის ენერგია არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ხვდებით? ანუ ეს არის უფრო ესეთი დასაწყისის კარტია რა, ანუ შემდგომი გაგრძელებები რომ ჭირდება, ანუ დასაწყისის იმპულსს, რისკიანობას, გამბედაობას, ყველაფერს გაძლევთ ამ კვირის ენერგია, მაგრამ ბოლომდე არ უნდა ენდოთ, მიხვდით, ანუ ემოციურად არ უნდა აყვეთ, იმიტომ რომ ეხლა არის ცოტა ესეთი პერიოდი, რომ ემოციურად ცნობის მოყარე და გახსნილი პერიოდი, ხვდებით? ამიტომ თქვენი ნაბიჯები იმპულსური არ უნდა იყოს. მეორე ვარიანტზე ამოვიდა იმპერატრიცა, უმაღლესი არკანის 3. ეს არის ძალიან ძლიერი ენერგია, ნაყოფიერება, ანუ ეს პირველი შემთხვევა თუ არის იდეა, ხო, რაღაცა ჩანასახში რო არის და რომ უნდა დაიბადოს, მეორე ვარიანტი გვეუბნება, რომ ეს არის უკვე ზრდა, უკვე მატერიალიზაცია, ხო, უკვე რაღაცა შედეგის დადება. კვირის ენერგიაში ეს ბარათი ნიშნავს, რომ აი მაგალითად რაღაცა შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს თქვენი ფინანსური, ასევე რაღაცა კრიზისი თუ გქონდათ პირად ურთიერთობაში ან შემოქმედებით სფეროში შეიძლება ეს წამოვიდეს წინა პლანზე. უფრო უკეთესად და უფრო ჰარმონიაში იგრძნობთ საკუთარ თავთან, საკუთარ თავს მეტ ჰარმონიაში იგრძნობთ. ანუ მზარდი მთვარის ფონზე უფრო მეტად არის ეს ქალური ენერგიების კარტია ამასთანავე, ხო? რაღაც სიუხვის და ისეთი ქალური ენერგიების ბარათია და უფრო მეტად იგრძნობთ რაღაცეებს, ანუ დადებითისკენ, აი მაგალითად მეტ მიმზიდველობას, მეტ თავდაჯერებულობას, მაგალითად სურვილს, რომ რაღაცა შექმნათ, რაღაცაზე იზრუნოთ, რაღაცა განავითაროთ, ხო? ასევე ძალიან კარგია სიყვარულისთვის, შემოქმედებითი ნაბიჯებისთვის, ფინანსური წარმატებისთვის, საკუთარი თავის მოვლისთვის. საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი, რომ კვირის ენერგია ორივე ბარათისთვის არის ძალიან კარგი, მე ვიტყოდი, რომ იდეალურიც კი. იმედი მაქვს, რომ ყველასთვის ძალიან კარგი იქნება ეს კვირა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. ნახეთ, აქაც ისეთი იდეალური ბარათი ამოგვივიდა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ესეთი ჯოხების 4 რაღაც ბედნიერების აზეიმო ბარათია რაღაც აღნიშნის და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მსგავსი
ბარათები ამოდის ხოლმე ყოველთვის ძალიან მითბობ schools. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არის თქვენთან და ასეც გაგრძელდება, ვისთანაც არ არის კარგად, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დალაგდება. მე გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოდ და დროებით გემშვიდობებით.